შემოძირფასებო, აი ასეთ როლებს მოვამზადებთ დღეს, ეს არის შემწვარი როლები. თუ გაინტერესებთ, თუ გინდათ და თუ არ გიღებთ, რომ ფანტასტიკური ფასი გადაიხადოთ, მაშინ წავედი. მოგესალმებით შემოძირფასებო, ეხლა მე და თქვენ უნდა მოვამზადოთ შემწვარი როლები. შებოლილი ქათმით და შეიძლება იმითიც, რა ქვია, კრაბით, არ ვიცი, თუ მეყოფა ქათამი, მხოლოდ ქათმით, თუ არ მეყოფა კრაბიც იქნება. მოკლედ, გვჭირდება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბრინჯი, აი მისი უდიდებულესობა ბრინჯი, გვჭირდება 400 გრამი. როგორც გამოვითვალე, 400 გრამია საჭირო 4 ცალისთვის. 4 როლი მინდა გავაკეთო. აი ეს. და ამას დაჭირდება 440 მილილიტრი წყალი. ოღონდ ეს ჩვენ უნდა გავრეცხოთ, ისე რომ წყალი გახდეს გამჭვირვალე. მოვიტანე ჩემი ბრინჯუკელა და 450 მილილიტრი წყალი. აი ასე. ვისაც არ გაქვთ მულტიქვაბი, გული არ გაიდახათ, ჩვეულებრივად გაზზე მოამზადებთ. თავიდან დაგავთ ჩვეულებრივ სტანდარტულ საშუალო ცეცხლზე. როცა ადუღდება, დაუწევთ სულ ბოლომდე და იმასე დაელოდებით, რომ მოიხარშოს. всё. ვისაც გაქვთ მულტიქვაბი, შეგიძლიათ პირდაპირ ჩემსავით მულტიქვაბში გააკეთოთ, მოამზადოთ, მოკლედ. არაფერი არ უნდა ჩავთავთ. ხედავთ, ვერაფერს მოიცა, მოგიწევთ ახლოს. ჩავრთეთ. ეხლა მოვძებნით აქ ბრინჯს. აი, ბრინჯი. და ჩავრთავთ. всё. აი ასე. ამას ახლა თავ გავანებებთ და დავიწყებთ გულსართის მომზადებას. გულსართის მომზადება არის ყველაზე დიდი გემრიელობა და მსუნაგობა. იმიტომ რომ ყველაზე მეტად მე მიყვარს არა ხორცი, არამედ ძვლები. და ახლა წარმოიდგინეთ როგორ მიყვარს შებოლილი ძვლები. просто без კი წარმოიდგენთ. ყურტუმა. პირდაპირ ყბაში. დანარჩენს ვჭრით. და მოკლედ ძვალს ვაშორებთ ხორცს და ტყავს. და ვჭრით ასე მოგრძელოთ. ახლა აქაც იგივე ვშვებით. აი ბლომა ხორცი აქვს. რატომაც მომეჩვენა რომ პატარა ნაჭერი მომცა იმ გოგომ. ესე იყო ქართული ლაპარაკში რომ ხმა ვერ მივაწვდინე რომ მეთქვა რომელი მინდოდა. ხდება ხოლმე ეგრეც. ხო. ამიტომ აღარ შევაწუხე და გავიღე რაც მომცა. და მომეჩვენა რომ პატარა იყო, მაგრამ მე მგონი პატარა არ ყოფილა. აი ასე. და მივხვდით მშვენივრად. აი ასე. ფანტასტიკის სფერო. თან ეს არის ისეთი როლები, რომელიც შეგიძლია უბრალოდ გაათბო და კიდევ ჭამო. ყოველ შემთხვევაში რეცეპტში ასე თქვეს. ამით მაშინ ვერ შეჭამე. და ახაც თუ აქვს რამე. დანარჩენია ძვლები. არის ჩემი. სანამ ბრინჯი კეფსდება, მე და თქვენ მოვამზადოთ ტემპურა. 300 მილილიტრი წყალი. ჩვეულებრივი არა, არანაირ
ჩვეულებრივი წყალი და 7 სუფრის კობზი ფქვილი, მაგრამ ნახეთ, აი ძალიან მეიჭება, რომ აი აქ 7 სუფრის კობზი მქონდეს და თუ არ მაქვს, აპირებ რომ გადავწყვიტო, დავამატო სიმინდის ფქვილი. უი, მარილის უნდა კიდე. 1 2 3 ну 4 всё კიდევ აღმოვაჩინეთ ახში ფქვილი, ასე რომ დავამატებ კიდევ 3 სუფრის კოვს. 1 2 თავმოგმული უნდაო 3 და ასევე უნდა მარილი ცოტა ამდენი ეხლა მთელ ამ ამბავს კარგად ამოურებთ და ეს არის ჩვენი ტემპურა. ბრინჯი თუხთუხებს, მაგეთ. გადავდოთ. ჩანგლით და კოვზით ვერ გახსნით ისე როგორც სამითი. უსულად ქვია ვენჩიკ, ქართულად რა თქვია სათქვეფი? ვინც იცით დაწერეთ. აი ეს. და ამოვალებთ სუხარიკებში. სულ ესაა. მე შევდოთ. ოღონდ ჯერ შევახოთ. მოკლედ, გაჩვენე არის ძვირფასებო ალდენტე, მე რომ მიყვარს ისეთი. ეხლა უნდა შევანელოთ მე და თქვენ. ეხლა რა გვჭირდება? ახლა გვჭირდება 1 სუფრის კოვზი შაქარი. აი ასე. ზოგი ცალკე ხსნის ხოლმე, მაგრამ მე რატომღაც რა ვიცი, ესეთი გავაკეთო, გადავწყვიტე. 1 ჩაის კოვზი მარილი. და მთავარი ინგრედიენტი. ეს არის ბრინჯის ძმარი. რომელიც ჯერ არც კი გამიხსნია. კარანტინის დროს ვიყიდე. პირველი ნახეთ როგორი ის აქვს. ვაშლის ძმრის სუნი აქვს, სიმართლე თუ გაინტერესებს. გვინდა ასეთი 4 ცალი. 2 40 გრამიო და ეს 10 გრამია მე როგორც ვიცი. აბა ახლა ამოურიოთ. ნახეთ რაღაცნაირად უკვე შეკრა ბრინჯი ძალიან ფანტია იყო და გემო კიდე უნდა ბრინჯი ჯერადაც მარი ერთი ну ესეთი კოვზი მაინც ეკრობა. არა ძალიან ფანტია იყო. და აუცილებლად უნდა ეკრობოდეს ერთმანეთს. აი ასე. აი ასე და აი ამგვარად. ცდილებელია რომ ერთ როლში ბრინჯი იყოს 140 გრამი. ანუ სადღაც 3 სუფრის კოვზი გამოდის.
აი ეს. ეს გადავაგდოთ. აი ესე ან მომაქვს, იმიტომ რომ გაცივდეს, თორემ ცხელს ვდებ ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ ვერ ვითმენ და მერე იშლება ნორი. არასწორია, მაგრამ ხალხნო ვეღარ ვითმენ. ბრინჯი ცოტა თბილია, მაგრამ მე ვიწყებ. ნახეთ რანაირი ისინი, მან სუდახეულებია. პრიალა, რომელია პრიალა ეს? ანუ აი ამ სახით ვდებთ. ასე. ეხლა ხელებს ვისველებთ. იმიტომ რომ ბრინჯი უნდა სველი ხელით გავაკეთოთ და ვდებთ ბრინჯს 2/3-ზე. ლია და ევა მოვიდნენ ხმები მესმის. ხელს რო ისველებ ძალიან საკაიფოა, იმიტომ რომ არ გეკრობა. აი ასე. მის ყიდვა დამავიწყდა. რა ქვია? აი რაშიც უნდა გაახვიო ეს ხალიჩა. არა უშავს. აი ასე. გადავანაწილოთ ყველგან. ხელები სველი აუცილებლად. აი ასე. უკვე დადგა როლების სუნი. ეხლა აქ ვუკეთებთ გულში. აი ამ ქათამს. მე მიყვარს ბევრი გულსართი, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. ანუ 1-2 იმდენი გავუკეთე, რომ მე ვეღარ შევკარი. აი, ასე, მგონი საკმარისია. და ასე მაქვს მდნარი ყველი. აი. მარტო ეს არ არის, არ შეგეშინდეთ, კიდევ მაქვს. აი, ასე. ეს უბრალოდ მე დავამთავროთ ეს შეფუთვა. და გავხსნათ კიდე. ეს მაგიდე, ესეთი იყო ესეც ოღონდ, აი. ასე პროცესში ფერის. აი ასე. და ეხლა აი აქ უნდა მოვუსვათ წყალი, იმისთვის რომ კარგად შეიგრას. და ასევე უნდა ავიღოთ აქედან. ხა გადავახვიოთ, იმედია. ეს მე მგონი ძალიან შორს დავალაგე. ხო. აი ასე. ასე. და აი ასე. როლო გამოდი. მაგარია, გამოვიდა. მე ნახეთ. გადავთ. შუქს ატარებს. აი ასე ვაკეთებთ ყველას, მოკლედ. ხალხო, აი ესეთი გამოვიდა 5 ცალი. უნდა კიდე დამრჩა და ბრინჯის ბურთულები გავაკეთე, აი იქ როგორც ხედავთ, ნახეთ. უბრალოდ შევურიე მდნარი ყველი რაც დამრჩა, ბრინჯი და ეს რა ქვია, ქათამი და დავაგუნდავე სველი ხელით. всё. და კიდე რა უნდა მეთქვა თქვენთვის. კიდე უნდა მეთქვა ის, რომ აი ეს, აი არ იყიდოთ, აი ეს, იმიტომ რომ წერია 10 ცალი, კარფურში იყიდება და იყო 6 ცალი. აი, 1 ცალი დამოსჩა და უმეტესობა იყო კიდე დახეული.
დაწერია 10 ძალიან. ჩემს ძალიან სუდი ტონია ეგ ამბავი. ეხლა რა მინდა მე? დავდგი უკვე ტაფა. აი მაშინ უნდა ამოვალო, მაგრამ ტაფაზე მე მგონია ვარ დაეტევა ესენი. ამიტომ ვაპირებ შუა-შუა ჩავჭრე. ჩავჭრე შუაზე. რაღაც ასე გამოიყურება. ეხლა აი ამაში ამოვგანკლი. აი ასე. ყველა მხრიდან თავი, ბოლო, მოიცათ ის უნდა კოვზე. აი ასე. კარგად რომ ამოიგანგლოს ყველა მხრიდან, აქაც მოხდეს. ეხლა ამოვიღებ. და ჩავაგდებ აი აქ. ხედავთ? მოვაყრე ზემოდან აი ამებს. და აი აქაც და შევწავ. იმედია რომ რაღაც გემრიელობა გამოვა. აი ასე. როგორ წავ? ძალიან მარტივად აი ასე. ზოგადად გამოსაცვლელია უკვე. აი ასე. ეს შემწარი. ну ეს ნახეთ. ეს ნახეთ просто. ბელი გასდის. აი, ასეთი გამოვიდა. მოძვირფასება, აი ნახეთ. აი ეს გამოვიდა. ეს არის просто რა ვიცი, ფანტასტიკა, საოცრება. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, ეხლა გავჭრი და გაჩვენებთ როგორია. აი просто გადაირევით, ამ შეიძლება გადავდო. ამცალკე. ეს კიდე ჩვენია და დავჭრათ აი. დავჭრათ ახლა ნახეთ просто როგორი ასეთი ამას გავეცხა. ნახეთ. ეს არის просто ნახეთ. ფანტასტიკის სფერო. ნახეთ. ყველას არ დავჭრი. ცოტა სივები უფრო კარგად იჭრება, ცოტა გრილები, ნახეთ. აი, ეს არის რა ვიცი. რა ვიცი, აბა, სიტყვების ნაცვლად. გააკეთეთ. ესე გამოიყურებიან ჩვენი დიდებული როლები. მე ქათამი მაქვს და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამისგან გააკეთოთ, რაც თქვენ სულს და გულს გაუხარდება. თუ მოგეწონათ, დალაიქით ვიდეო, გამოიწერთ არხი, მე კიდე ძალიან მიყვარხართ, გკოცნით, გეხვევით და სულ დროებით გემშვიდობებით. პაკა.